მოვიხსენოთ, ვილოცოთ თვალზე გაანათლოს მეთქვა ჯუმბერლიჟავასული და ყველა ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი აკადემიიდან აღესრულნენ და ეს მარადიულ სასუფეველში ცანდებიან. ჩვენ შეგიძლიათ ნაწილობრივ დაანთოთ თუ მოახერხებთ ამ სანთლებს და თუ რამეს თქმა გინდათ შეგიძლიათ ბრძანოთ. ჩვენ თითოეული აკადემიის წევრები ვინც მოვედით ყველა პირით შევხვდით ამ დიდი ხელოვანის წასვლას. მაგრამ ჩვენი ჩანაფიქრი რომ ეს ადრე იყო დაგეგმილი და არა ერთად დავამტკიცეთ რაღაცა მიზეზის გამო ეს იყო უფლისნება რომ დღეს დაემთხვა ჯემალ ქუთალეიშვილის გარდაცვალებას ჩვენი ატმოსფეროს გამოვიდა მე-17 ტონი ამ მე-17 ტონში 45 გვერდი აქვს დათმობილი პატრიარქს მიწვევ ლექსებს ჩვენ მისი სულის წინაშე გენათლად მოვედით აქ განისვენეთ ჩვენი აკადემიის წევრი დიდი ადამიანი პირველ რიგში ეს იყო მეოთხე თადეოზის სულმა გამოვიგზავნა მამა ამირანი რომელიც ჩვენ გვერდით არის ყველაფერს თავს იმის გულისთვის რომ გარდა იმისა რომ ის მძიმე ჯვარის მატარებელია ჩვენი მამა ამირანი ის სულიერად ხელოვნებისკენ ისევ ხალხისკენ იხრება თნობს ბევრ დასათნობს ჩვენგან და ჩვენ გვერდით არის ძილება უხალო ამისათვის რომ დიდხანს გვიცოცხლე ასეთი ადამიანები როგორიც არის მამა ამირანი და როგორიც არიან თითოეული აკადემიის წევრები. მინდა რომ მთელი საქრისტიანოსთვის ახალი პატრიარქისთვის და მთელი საქართველოსთვის ახალი ერის დასაწყისი ბედნიერი როგორც ცოცხალს ისე მიმართავდა ისე ეთარებით მას და მან დაგვიბარა კიდეც რომ თუ პირამიდი მიჭირდება ცოცხალია ვილოცავთ ყველა დღეს ანდრია პირველწოდებულის ხელობის განსაკუთრებული დღეს და მინდა რომ იყო სულ კარგად და პატრიარქის ყველა სიტყვა ასრულებული იყოს და ისევ და ისევ ვილოცავთ ახალი პატრიარქის არჩევას და მართლაც რომ ღირსეულად გაეგზელებიდეს და ალბათ ასეც იქნება უფლისნები ღირსეულად გააგზელებს წინამორბედი პატრიარქის დაწყებულ გზას. სიონის ძალა და მადლო დამილოცე ჭირიძეების ოჯახი ეს სამი დედი მათი მოდგმა არიან ქართველი მართლაც ცულით ძლიერები და ნამდვილი ოჯახი ყველა დამილოცე აბსოლუტურად ყველა და ჩემი აკადემიის ძალა ყველა კივა სიჩუმე სიტყვას ვეღარ პოულობს ხარი ჩამდგარა ზეციურის დღესასწაული მარადისობა ერმას შენმას შენით შეიკრძნო ასევდიანი მანძილია ეს გაზაფხული კივა სიჩუმე გულნაბზარი დუმს დედამიწა გატეხილ ცრემში ალმასებად ბრწყინავს ნათელი მუჩში მოქცეულ შენ საეროს მზე კეფას უწვავს ჯვარცატირთველი გიტვირთვია შენი ქართველის კივა სიჩუმე გაფერმქალ და მარტის 17 ქერუბიმებმა ღვთის სამყაროს მიუსამძიმრეს ნისლი ჩამოწვა ქალაქ სოფლად მთათა ხევებში შენს ერთა მამო დღეს ობლობის ხვედრი ამწოფრებს კივა სიჩუმე დარდმორეულს მივდევ სანახებს თუმც გვაიმედებ ყველაფერი კარგად იქნება ჩემო გზამკვლევო შენი სიბრძნით შემოგვინახე შენი ლოცვები მზის ცვილისგან ჩამოიქნება კივა სიჩუმე სიტყვით შენად საუბნო კადროვით როგორ სიდიადეს მამას ერისა ახლა ზეციდან ხმა მშვიდობის უნდა გვაუწყო წყემსო დიადო ხმა ერთობის გადარჩენის როცა რაღაცა დიდი დასასწრებელი ერის ოჯახს ან დედის გულს ყოველთვის მოგებინება საიმედო ძისხილი გულში შემოიჭრება თავისთავად ამას ყველაფერს აკეთებს სულთანი დიახ მე აქ მოვედი წმენით მოვედი სამუდამოდ დაღდასრული დედა რაზი ხარაიშვილი რომელსაც შვილი ზეცაში ყავს
ფორმალი წელიწადია ზეცაში შეუყურებდა მე ამიტომ დავიწყე სისხლარევი. აი ამ დროს შვილის სახით გამომეცხადა თემურ ბოქსაძე. ეს არ არის ჩემთან მოსული როგორც პოეტი, როგორც მხატვარი, როგორც ადვოკატი და რაღაცა დაცვის მიზნით. არა, თემურ ბოქსაძე მოვიდა ჩემთან შვილის სახით. ეს უფალმა გამომიგზავნა და ამ დროს თემურ ბოქსაძის დედა წელი საჩხერის სამართლებაში და კითხულობ როგორ არის დედა შენი. მას დედა გარდაეცვალა. ჩვენ თვითი დავდეთ რომ მე უნდა ყოფილიყავი მისი დედა და ის უნდა ყოფილიყო ჩემი შვილი. აი რა გვაერთიანებს და ამას აქ სიონში ვამბობ სრულიად სიმართლეს და არაფერს მოგონებს. ეს მიზნა დაიწერა მილია მეორის გარდაცვალების დღეებში, სანამ მიაბარებდნენ მანამდე, ასე ვთქვათ, ცოტა ცხელგულზე. და გაგაცნობთ რამდენიმე სტროფს. ცა შეუერთდა სპეტაკის სული, ქრისტეს მსახური ქვეყნად იმია. უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოსი ქართველ ცულია. დაბლად ვსაუბრობ შვილთაგან ერთი თქვა, სონის სიტყვა რთულია ფრიად. აღმატებული თვის შინაარსით საქმენი მისნით, ჩვენს თვალწინ ღია. როცა სამკალი იყო მრავალი, როცა მცირედ მიჩანდნენ მომკელნი, მაშინ შეუდგა ის მამუს გურჯად, ჩამოჰკრა ზარი მკელს შემკრებელი და საუკუნე აზიგა მხრებით, ღირსებით იყო იმ ჯურის მტვირთველი, რომლის მადლითაც ლოცავდა ყველას, კარგსაც და არსად, უთვილეს მზერი. მიეცა ძალიან ცხოვრა წმინდა დიგუა მრავლად სოფლის ეკალი, 1000 წლებს გასცხევს მისი კურთხევით, სამების ტაძრის ქვათა სპეკალი, ხუძე დაედო საქმეს, დაიხსნეს ტყვედ-მყოფი ქართველ სული ნესტანი, ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანის წინ, მოსჩულუნგებია სიკვდილს ნესტარი. კარგია, როცა არ ყოფნის სიტყვა, კაცის ნაღვაწის ჩამოსათვლელად, ხილულისა თუ ხილავისა, დრო იმუშავებს გამოსავლენად. უხდოთა მიერ განწირულს, გვემულს, მან ეკლესიას შეხსნას უდარა, მადლი ამრავლა 1000-ად, საქართველოსთვის იდგა მუდარად. გულით დაჰქონდა მას აფხაზეთი, ის ჩვენთან ერთად იყო ვარამში, დატაცებული ყოველ გოჯისთვის, რომელიც არის სხვისთვის არამი, მრავალთა ახსოვთ გულჩვილი მამა, გმირთა ცხედრებთან ატირებული, ნუგეში მისი, როდესაც ერი, იყო ყოველმხრივ შეიწრებული. 1000 წრეულები, როგორც უბრალოს დედამიწაზე ღვთისკენოულია, როცა სევდიანს მზერდნენ, ხვდებოდნენ დაკარგულ ცხვრისთვის, დარდობს ილია, წმინდა ოჯახის სიტყვის დამცველმა. შერყვნისგან იხსნა ოჯახის ცნება, კვირვობ მის ამ თბილ კურთხეულ ნაბიჯს, ძალუც რომელიც ცხებულს გონებას. ფუნჯი და ჩანგი მას მეგობრობდა, კაცს რაც ამღერებს სუფთა გულია, წმინდა ჰანგი ფერშიც მჭვირალში ჩანს ანგელოზი განაბულია. აქ მის მარჯვენით მშვიდად ჯდა მტრედი, ენთო 4 თავთან მუდამ კანდელი, ცით შეგვეწევათ მისი ლოცვა, მას უკვე ადგას ქრისტეს ნათელი და საქართველოს მარადიულ სულს ზეცაში დიდი სიხარული აქვს, მას შეუერთდა შვილურჩეული, ქრისტეს მსახური ქვეყნად ილია. ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნის წინამძღოლს აქამდე ლოცვის ძალით უვლია, მას მსახურება თვისი ქრისტესთვის არაფერს სხვაზე არ გაუცვლია. ვიცით განუდგნენ, როდესაც უფალს იყო ერთი, ვინც არ განდგომია, მსგავსად საცისკროდ ტაძარს არ კეტავს ერთი დამრევლიც, მის გამგონია. დღევანდელ უხთო საუკუნეში ეს სასწაულთან შენაწონია, გაწმილდა ეშმა, იმარჯვა რწმენამ, რაიც უფლისთვის მოსაწონია. აღდგომის ცეცხლი გავრცელდა ფრიად, გულებს ურდული არ დაუდვიათ, ცისა და მიწის კავშირადერსა, თაღი და ხიდი კვლავაც უგია. როგორი უნდა იყოს ღვთისკაცი, იკითხავს ალბათ დღეს ვინმე ჩვენგან, იძიებს პასუხს, იკვლევს ნიმუშებს დროში, სივრცეში, წიგნებში ყველგან და თუ მართლაც დაეძებ მაგალითს, ეს მის მიერი მაგალითია, დღეც არ გასულა, საძირკვლად იქცა, თითქოს ურყევი მეგალითია. უცნაურია სევდამ შეიპყრო კაიღმის წასვლით თვითონ მუსლიმიც, იუდეველი თუ სხვა ჯულისა, სხვანიც უხიბლავს მრავლად სულს იმის, ჩვენც პატივს ავცემთ სხვის წუხარებას, თუნდაც სხვა რწმენის იყოს ზიარი, ვეფხის და მოყმის ქვეყნის შვილნი ვართ, გვახსოვს ალუდას სიტყვა გზიანი. ასეთი შვილი აცოცხლებს მშობელს, მას სხივებს მოხდენს, წმინდა საერსა, ის შეარიგებსერსსა და ბერსა, ახსნილს დააბანს, ყოფს თვინიერსსა. ქართველი კაცის დიდი უნარი, ერს უძღნას თავი, მით წარმოჩინდა. ქართველი ერის დიდი უნარი, უყვარდეს შვილი, დღეს გამობრწყინდა, ხალხმა დაადგა. მის ღვაწლს ცხოვრებას გვირგვინად თავზე მზეთ სიყვარული, თვის ტკბილ პატრიარქს, ვისგანაც მრავალს დაჰბრუნებია კვლავ სიხარული.
და რა თქმა უნდა შევამოკლებ თავს აღარ მოგაწყენთ რა გვიყვარს მასში ჩვენ ქრისტეს სიტყვა რა გვხიბლავს მასში ქრისტიანობა მაღალმთის შვილის მის მაღალ სულში უბრალოება და სათნოება ცხუმაქ ხაზეთის მიტროპოლიტო დღეს შენ მრავალმხრივი განეფინები და შენი სულით წვდები აფხაზეთს კლარჯეთს აჩაბეთს ჰერს გადასცდები და ამ გზის ბოლო კვინტესენციად ქართული სულის აღორძინებით ქართველი ერის აღორძინებით მტერს მშვიდად აღარ დაეძინების ცას შეუერთდა სპეტაკის სული ქრისტეს მსახური ქვეყნადილია უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოსი ქართველ სრულიად ღმერთმა ამრავლოს მის სიტყვისაებრ შობას სარკმლებში დანთებული თითოს ანთელი და იდღე გრძელოს უფლის ერმა დედამიწაზე ბნელი იმცროს ივრცოს ნათელი ამინ 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 მადლობა დიდი ყურადღებით მეუფეთა სულის საოხად აღვევლინა ანაშვიდები, მაგრამ ისეთი უცნაური ხალხი ვარ, ქართველები, ანაშვიდის შემდეგ ყველგან საღამო გამოგვივიდა და მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ გენოცვალებამ. კიდე აი ამ არეულ ქვეყანაში ჩვენ კიდევ რაღაცას ვაძროვნებთ და ორ-ორი სიტყვა ყველამ შეაწია, როგორც ხადეოძირო ცოცხალი ყოფილიყო, პირველი ის მიუძღვნიდა ის უწმიდესობას, ალბათ საუკეთესო სიტყვებს, მაგრამ მე როგორც ჩემი უწმიდესის თანამგზავრი, ასე მეძახდნენ 46 წელიწადი ერთად განვლი ერთის საუკეთესო წლები და მეც მაქვს რაღაც ორიოდე სიტყვა თქვენის ნებართვით. ილია მეორე შავი ღრუბლები გადაგვეფარა წვინის სანაცვლოდ იღრება ცრემლი გლოვის ზარების ისმის გუგუნი გარდა გვეცვალა კეთილი მწყემსი სამებისაკენ დაიძრა ერი შენდობას ვითხოვთ დიდო მეუფეო ხრებით ატარეთ ჩვენი ცოდვები სამოთხის კართან ღვთივ განისვენე მეხი დაგვეცა მამა დაეცა გარდაიცვალა კათალიკოსი ერი და ბერი გულით ქვითინებს მდელ მთავარია თუ კლირიკოსი საუკუნეებს ძნელად უნახავს ასეთი გლოვა ერის შვილისა თერგი ღრიალით კლდებს ასკდება ვერ დაამშვიდა მტკვარმა თბილისმა წმინდა სიონმა ჩაგიკრა გულში კათალიკოსო ჩვენი ერისა დიდ წმინდანებთან დაიდებინა აღსრულდა ნება მამა ღმერთისა ასე ვაცილებ ჩვენს უწმინდეს დღეს არის 2026 წელი 12 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე დღეს გუშინ აირჩა საქართველოსთვის კიდევ რიგით 152 პატრიარქი მეუფე შიოს პატრიარქს უკვე შიო მესამეს ულოცავ და ულოცავ თითოეულ ქართველს და მრევლს ამ მნიშვნელოვან დღეს და დღეს ჩვენ ვიმყოფებით ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემია თავის წევრებთან ერთად იმყოფება სიონის ტაძარში სადაც გადავიხადეთ პანაშვიდი მეუფე თადეოსის რომელიც იყო რომელმაც აკადემია ძალიან ისე თავის დროზე დალოცა და ჩვენ ვიყავით ასევე პატრიარქის საფლავთან და მოვილოცეთ პატრიარქის საფლავი აკადემიის წევრებმა მე მინდა რომ აკადემიის თითოეულ წევრს მიულოცო დღევანდელი დღე და მიულოცო ქალბატონ გულნას ხარაიშვილს რომელიც არის აკადემიის პრეზიდენტი და ცდილობს რომ აკადემიის წევრები იყვნენ მადლმოსილები უფლისგან დღეს მამა ამირანმა ჩაატარა პანაშვიდი მეუფე თადეოზის საფლავთან და რაღაცა განსხვავებული გრძნობა მაქვს მე პირადად და მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის დიდება სამყაროს შემოქმედს დიდება დედა ეკლესიას დიდება საქართველოს ახალ პატრიარქს და შევთხოვ ამაზეც რომ სამყაროს განაზომიერებით ემსახუროს მაღალ ღმერთს და სამშობლოს ჩვენსას. მიწა რომელიც პატრიარქის ეშტით არის დღეს გაჯერებული და სული სამყაროში გადავიდა
და ასევე მეუფე თადეოზის და ჩვენი გმირი წინაპრების ჭეშმარიტად იმსახურებს სონეტს და მე სწორედ მეუფე თადეოზის სონეტი ქართულ მიწას მინდა უსაგზლო დღევანდელ საოცარ დღეს წმინდა ანდრია მოციქულის პატრიარქის გარდაცვალების და პატრიარქის გამორჩევის დღეს. სონეტი ქართულ მიწას მეუფე თადეოზი მინდა ყოველ წამს ვეამბორო მე შენს მკერდს ძიანს ჩვენი სინდისის სიყვარულის უმტკიცეს ფუძეს შენს მკერდს პატარა კახის ცხელი გული რომ უცემს და გმირთა ძვლებზე ამოყლორტილ დეკას და ღვიას არა ქართველი შენ სიყვარულს არ მიხვდა გვიან და ვინც სიცოცხლე უტკბილესი გასწირა რჯულზე მათი თვალები ვარსკვლავებად დღეს მამულს უმზერს სამაყვა მაგრამ წარე წარსული კია შავი წარსული ძლავრმა ქარმა წაიღო შორით და სულ სხვაგვარი განახლების დაქროლა სიომ დღეს ყვავილებით გეგებება ცხეთაც სამგორით სიკვდილი ერგო დავიწყება აკუნების მლეწავს შენ კი ამაღლდი და ცას შესწვდი კავკასიონით მარად და მარად ლურჯი იყოს შენს თავზე ზეცა მარად და მარად ლურჯი იყოს შენს თავზე ზეცა გილოცავთ დღევანდელ დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა მისი მადლი და ძალა შეეწიოს სრულიად საქართველოს და ასევე დღეს პატივი უნდა მივაგოთ და მივაგეთ უკვე კიდევ ერთხელ მეუფე თადეოს თუ შეიძლება ეხლა მე წავიკითხავ მეუფე თადეოზის ერთ ლექსს სამშობლოსადმი დაეშენიყავ იყავ მიზეზი ჩემი სიმღერის ტკბილო მამულო გრძნობები წმინდა უფაქიზესი ისევ და ისევ მსურს გაიმხილო შენს მკერდზე დაქრის ჩემი ოცნება ხან რომ თამამად ზეცის კარს აღებს ხან იაიებს იალერსება ხანაც ნაყოფით დატვირთულ ბაღებს ერთ და იმავე დროს ოცარია ტყემალი თოვს და იწვის ატამი შენს მკერდს ნოყიერს ცისკრის ცვარიანს ცისარტყელები ნაზად ხატავენ ვარ შენი მიწის ერთი სანთელი ციცინათელად მკერდს გეკონები მსურს ჩუმად გითხრა ჩემი სათქმელი ნაკარნახევი გულის გონების დავკოცნი კორდზე ამოსულ იას დავკოცნი ვარდებს შროშანს ზამბახებს და ვით ქალწულის ღიმილი მორწყვი მათი შეხედვაც ამაცახცახებს ვივლი ამ გზაზე მზისკენ რომ მიდის და შევქმნი იმას რასაც შევიძლებ დამეყვარება სიცოცხლე დიდი დამეყვარება მუდამ შენი მზე დაგლოცოთ უფალმა დღეს მე ძალიან ბედნიერი ვარ თქვენთვის არ მithქვამ აქამდე არც გამიჟღერებია უბრალოდ Facebook-ზე წერია და ძალიან ამაყი ვარ მე ვარ პატრიარქის სტუდენტი ეს არის ერთ-ერთი მიზეზი აქ მოსვლის და მე მარტო პატრიარქი არ დამიკარგავს მე მამა დავკარგე 4 წელი ერთად გავატარეთ საამებასა და ამ ტაძარში სიონში მზიანი ღამე პატრიარქს აწლინდა ქუჩებს მწუხარება და თითქოს ზეცაც კი გაიხსნა დარდით მდინარემ ჩუმად დაიწყო კვნესა არც მთავრდებოდა ფიქრებში მარტი მიწასაც მაშინ ემოსაშავად დაჭკნა უეცრად ყველა ყვავილი ეს მწუხარება დარჩება წამლად სიყვარულს მაინც ისწავლის კაცი მზიანო ღამე ნუ წახვალ შეგთხოვ შენ ხომ ახლა ხან ფერი იცვალე შენი კურთხევა შემოგვაშველე სულის მოთქმა ხო შენგან ვისწავლეთ ნეტავ ჩემს გულში ჩაგახედვინა სიჩუმე როგორ მკაცრავს იარებს ანაფორაზე
მთხვევა მეც მინდა ჩემს ცრემლებს შენ ერთს გაგიზიარებ იწვის ჰანათებს მზეა ჰქვია მზე ჩრდილში კი გრილი გრილობს ნიჟარა გაგეცინება ადამიანზე მაინც რად არის ასე მშიშარა თუ ხარია მალავს სიხარულს თუ უჭერს თავი ამაყად მოაქვს დრო გამოაჩენს ყველაფერს ფარავს რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს სხვის გოლგოთაზე შენ ვინ გაგზავნის შენ უნდა შენი იტვირთო ჯვარი სულს არ უხდება დაჩნევა ბზარის არ გამართლდება როგორც რომ ზარი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო ჯუმბერ ლეჟავა და მე ბედნიერი ვარ რომ ვარ მისი სახელობის აკადემიის წევრი როგორ გაიხარებს ის იქ და დაგლოცავს ყველას ვინც დღეს აქ მოგწანდით ყოჩახ აკადემიის პრეზიდენტს ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს რომ მან დღეს მოახერხა და ეს ღონისძიება აქ ჩაატარა უდიდესი მადლობა ქალბატონო გულნაზ ყველას სახელით უნიჭიერესი მეგობარი რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჯუმბერ ლეჟავას სახელის უკტავსაყოფად ნათელში იყოს და ელოცოს იქედან ჩვენს ჯუმბერ ლეჟავას თქვენი კარგად ყოფნა დღევანდელ დღეს ვფიქრობ რომ ძალიან მაღალი სულისეიმეა აი იმდენად მაღალ განზომილებაში ვართ აქ უდიდეს ტაძრის ეზოში რომ ყველა ღვთაიური არსი ალბათ ლოცვის უმაღლეს ზარას განავრცობს ასე წარსულებთანაც და რა თქმა უნდა ჩვენ ცოცხლებთანაც მიმართებაში მე მინდა ყველაზე დიდი ძალა, ენერგია, მადლი დააბეთყოს ყველა ამ ჩვენმა წმინდანებმა, ჩვენს ქვეყანას, ჩვენ საქართველოს და დღევანდელ დღეს ჩვენი დიდი აკადემია ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემია აი აქ სულიერების ზეიმს განიცდის რომ იტყვიან მართალია ჩვენი უდიდესი პატრიარქი წავიდა მაგრამ დღეს გავხდით საზეიმო დღის მონაწილეც რომ ახალი პატრიარქი მოგვიბრძანდა და მე ერთადერთი რასაც ვისურვებდი ადამიანში ყველაზე მაღალი სული დაგვერტყებოდეს და ქვეყანა ერი მამული გენი გადაგვერჩინოს გილოცავთ ყველას დალოცვილები იყავთ დღეს განსაკუთრებული დღეა რადგანაც ჩვენი სულიერი მამის პატრიარქის საფლავის წინაშე მუხლმოდრეყი და მადლის თხოვნით მოსული ვართ მადლობა ჯუმბერ ლეჟავას აკადემიის პრეზიდენტს ქალბატონ გულნაზ ხარაიშვილს რომელმაც ეს მადლიერების და ბედნიერების დღე მოგვანიჭა გვაჩუქა თავად სამწყსოს მწყემსი არის კეთილი და მადლობა ყველას თითოეულ მათგანს მადლობა უფალს ჩვენი ბედნიერი დღისთვის და მრავალი ბედნიერი დღე გქონდეს ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ასევე აქ დამსწრე საზოგადოებას და მთელ საქართველოს ულოცავ პატრიარქის არჩევას ყველაფერს სასიკეთოს უსურვებ აქ დამსწრე საზოგადოებას ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებას წინსვლას და წმინდა ანდრია პირველწოდებულის მადლი იყოს მფარველი როგორც აქ მყოფი საზოგადოების ასევე ყველა ქართველის ქალბატონ გულნაზის მინდა მადლობა მოვახსენო შეკრებისთვის ამ ხალხის თავის მოყრისთვის და წინსვლა და წარმატება ვუსურვო დღეს შევიკრიბეთ ქალბატონ გულნაზი ხარაიშვილის წიგნის პრეზენტაცია იყო მაგრამ დღეს შევიკრიბეთ სიონის საკათედრო ტაძარში რომ დღევანდელ დღეს პატივი მივაგოთ პატრიარქის საფლავზე პატრიარქის ხსოვნას აგრეთვე ვულოცავ მთელ საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევას დღევანდელ დღეს ულოცავ დღევანდელ დღეს და მთელ საქართველოს სულ წინსვლა ქონდეს გამარჯვება ქონდეს ახალი პატრიარქის არჩევა ყველასთვის ყოფილიყოს წინსვლის და დიდი ახალი წარმატებების იმედის მომტანი ქალბატონ გულნაზის მადლობას მოვახსენებ რომ დღეს მოგცა საშუალება რომ დაკრძალვის შემდეგ არ ვყოფილ ვარ სიონის საკათედრო ტაძარში და მოგვენახულებინა პატრიარქის საფლავი უღრმესი მადლობა ყველას დღევანდელი დღე ეს არის განუმეორებელი ჩვენ ცხოვრებაში იმიტომ რომ ყველაფერი შემთხვევითი არასოდეს არ ყოფილა და არც ხდება ეს არის ქრისტეს აზრი და არა ჩემი აზრი და ჩვენ რომ მოვედით დღეს აქ გამოვხატეთ ჩვენი
საყვარელი ილია მეორეს, ჩვენი პატრიარქის, საპატრიარქისადმი ჩვენი დიდი სიყვარული. Აი ეს სიყვარული, რომელიც ქართველ ერს აცოცხლებდა ილიამდე და ილიას შემდეგაც აცოცხლებს ქართველ ერს და ქართველი ერის განმსაზღვრელი იქნება ყოველთვის აი ეს დიდი სიყვარული. ვინც არ უნდა მოვიდეს ეს მამაშიო იქნება თუ მამაშიოზე წინ არსებული ყველა პატრიარქები, ყველა აი მთაწმინდებიდან რომ დავიწყოთ, რომელთაც 10 მთაზე დააარსეს საძმო და ისინი ზრდიდნენ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ სხვა ერის წარმომადგენლებსაც და აი ასეთი დიდი სიყვარული იყო ჩაქსოვილი საქართველოსა და აი ამ მთელ სარწმუნოებას შორის, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას შორის. აი ასეთმა სიყვარულმა მოგიყვანა დღეს ჩვენ აი აქ და გამოვხატეთ ჩვენი დიდი სურვილი, ჩვენი დიდი სიყვარული და ღმერთმა დაგლოცოს სულ ყველა თქვენც და ჩვენც. ჩვენ აქ მოსულები ვართ ჯუმბერ ლეჟავას სახელობის აკადემიის წევრები. იმისათვის რომ მოგველეცა ჩვენ მამათა დეოზის, მოგველეცა ილია პატრიარქის საფლავები და მე ბედნიერი ვარ იმით რომ დღეს მე მოვილოცე ორი პატრიარქის საფლავი. ეფრემ მეორის და ილია მეორის. ეფრემ მეორი არის ჩემი სოფლის მკვიდრი და წარმომადგენელი და მე ამით ბედნიერი ვარ ნამდვილად. ამასთან ერთად ძალიან დიდი სიხარულით და ბედნიერებით მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო ახალი პატრიარქის არჩევა და ვითარცა ილია მეორემ გადაფარა ეფრემ მეორის ღვაწლი ისე უსურვებს საქართველოს რომ მეუფე შიო მესამე ყოფილიყო საქართველოს ისეთი პატრიარქი რომ ილია მეორეს ათმაგად გაუსწროს თავისი ცხოვრებით, მოღვაწეობით და ერის მწყემსით. ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა დღეს. რწმენით დახუნძლული ვიმყოფებით წმინდანის მეუფეშიოს სასაფლაოზე. ჩვენი აკადემიის წევრის მადლობა გულნას ხარაიშვილს ამისთვის მოგვიყარა აკადემიის წევრებს აქ თავი უპირველეს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დიდება მის ხსოვნას რომელიც იყო ერის საამაყო მამულიშვილი ჩვენი ჭიდამძღოლი რომელმაც წავიდა და დაგწყვიტა გული მისი დიდება მისი სახელი უკუდავი იქნება დღეს მოვიდა ახალი პატრიარქი ღმერთმა შეაძლებინოს იტვირთოს მისი ჯვარი, ზიდოს მისი ჯვარი და იტვირთოს მისი ტვირთი. დღეს ძალიან დიდი დღე იყო ჯუმბელეჟავას აკადემიისთვის. ეს გეგმა რომ აქ უნდა შემოსულიყავით სიონში ერთი თვის წინ დაიგეგმა. გამოუშვი ანთოლოგიის წიგნი მე-17 ნომერი 600 გვერდიანი, სადაც 45 გვერდი უკავია უწმინდესზე მიწყვნილ ლექსებს. აქ არის ელგუჯამ გელაძის ძალიან თბილი სიტყვები, რომელიც ეფერება უწმინდესს. აქ არის მამა ამირანის სიტყვები. აქ არის 45 პოეტის ლექსი, რომელიც მართლაც მთელი სიყვარულია შეგჩადებული უწმინდესადმი. გადაწყვეტილი მქონდა რომ პირველი ღონისძიება ჩამეტარებია მირზა გელოვანის ბიბლიოთეკაში და ეს ჩავატარე. გადაწყვეტილი მქონდა რომ მეორე ღონისძიება ჩამეტარებია მცხეთაში, დედათა მონასტერში, სადაც მამა გაბრიელი არის დაკრძალული. ჩვენ ჩავედით და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს შევეხეთ. ჩვენ შევიტანეთ იქ ახალი დაწერილი ხატი მამა გაბრიელის და სადაც დიდი მოწიწებითა და მოგზალებით პატივი დაგვდეს დედაუებმა და იყო სულიერების სამყარო ის დღე. თითქოს გაერთიანდა ჩვენს წინ მთელი საქართველო და ეს ფიქრით გაერთიანებული საქართველო დღეს აქ სიონში ვართ. უფალს შევთხოვ რომ რეალურად გააერთიანე ყველა ცალ-ცალკე მაცქერილი ქართველები ერთსულად შეეკარი უფალო და მთელ საქართველოში ბედნიერება და ბედნიერება იყოს მეტი არაფერი. ჩვენი მიზანია ჯუმბელეჟავას სახელობის აკადემიისა, რომელიც
2010 წელს დაარსდა ჯუმბელეჟავა სიცოცხლეში, თესოთ სიყვარული, გვიყვარდეს ერთმანეთი და არა უთხრათ სიძულვილს. რამე თუ ეს დროება, ეს სიცოცხლე არის დროებითი და სიცოცხლის მარადიულობაში მინდა ყველა ჯუმბელეჟავას აკადემიის წევრებმა გააგრძელოს სულიერი ცხოვრება. დიდი მადლობა უფალს დღევანდელი დღისათვის. აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროსსა ზედა დაცულსა ერთსა ჩემსა მოანიჭება საფარვებსა ქვეშა მისა დაიცე რათა ვამბობდეთ უფალო დიდება შენი დიდება მამასა და ძესა და წმინდა სოსულსა რათა მარადის დაუყუნეთი ისამდე ამინ. აი ვინ ესტუმრა დღეს აქ ამ ღონისძიებას 80 წელს კარგა ხან გადაცილებული ბახვა სამხარაძე, მაგრამ ამ წუთში ამ წუთში მამაუა და დაგლოცე მე ბახვად ვიცნობ და ახლა გახდა მამაუა და დაგლოცე. ეს იყო ჯუმბელეჟავას მეგობარი და ეს არის იმერეთში თქვენ ნახავთ ჯუმბერის ოთახი იქვე დაწყობილი თქვენ ანთოლოგიებს ათინათებს მის რუკას. ეს არის ძალიან საინტერესო თუ ერთხელ მოიფიქრებთ და წავათ. ახლა მამაუა ბახვა და ბახვას ეზოში მე ვიცი წინასწარ რომ გაგვიმასპინძლებიან ასე ერთიანად და სათითაოდ აღარ დაიწყებთ სურათებს აკეთიკით. იქ არის მთელი სულიერების ოაზისი, რასაც სადაც მე გაგიძღვებით და წაგიყვანთ. და ეს ალბათ ძალიან ჩქარა იქნება. წინასწარ ვიცი რომ როგორ დამხდება მე ჩემი შვილობილი ბახვა 90 წელს გადაცილებული ესე ჩვიდია ჩემი. და დაგლოცე მამა ბახვა თუ სახელი როგორ შეიცვალო. მამა ამ შემთხვევაში ჩემი შვილი იყო და ახლა მამა ლაზარე გახდა. ლაზარე ერთად აგრეთვე გაგაძლიერო. გომილა და კონკრეტულად აი ასე 90 წელს გადაცილებული მოყარე უფალო სამების მადლო და ძალო ყველა აკადემიის წევრი მთელი საქართველოს ოჯახების შვილები შვილიშვილები გამიბედნიერე ასე გამიერთიანე და ასეთი სიყვარული დღეს როგორი სიყვარული ახლა აქ არიან ჩემს სიმკაცრესაც იტანენ და იციან რომ მე ისინი მიყარან და ესენი მიყარან ეფერებით ყველას და დამილოცი ხარ და გლოცად დედა გულმართ